პიზას კვლევაში მონაწილე საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ტესტირება დაიწყო. პროცესი 2 დღეს გასტანს გურჯაანის პირველი, ახაშნის, შაშიანის, ჭანდრისა და კოლაგის საჯარო სკოლის 15 წლის მოსწავლეები მათემატიკაში, წაკითხულის გააზრებასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში შეფასდებიან. გურჯაანის რესურს ცენტრის წარმომადგენლის დარეჯან ბურდიაშვილის განმარტებით წლევანდელი კვლევა განსაკუთრებულ ხასიათს ატარებს, რადგან საქართველო დღეისათვის საერთაშორისო რეიტინგში 70-77 ადგილს იკავებს და წარმატებების შემთხვევაში განათლების დონის მაჩვენებლით მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნებს შორის აღმოჩნდება. პიზას კვლევა ეს არის საერთაშორისო კვლევა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მოგახსენებთ, რომ შერჩევითი პრინციპით ჩვენ მუნიციპალიტეტში შეირჩა 5 საჯარო სკოლა, კოლაგის, ახაშნის, ჭანდრის, ქალაქ გურჯაანის ნომერ 1 საჯარო და შაშიანის საჯარო სკოლები. აქაც შერჩეული პრინციპით შეირჩნენ მოსწავლეები 15 წლის ასაკიდან. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარდა შესაბამისი სპეციალური დამკვირვებლის მეთვალყურეობით. აღნიშნული ინფორმაცია დაყვანილი იქნა მშობლებსა და მოსწავლეებამდე. მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა, რომ ბავშვებს გაიგოთ თუ რა ტიპის დავალებები ექნებოდა და გარემოსაც შეგვებოდნენ. ამ ეტაპზე კვლევა 5, 6, 7 მაისს ჩატარდა ჭანდრისა და კოლაგის საჯარო სკოლაში და დღეს უკვე დაიწყო ქალაქ გურჯაანის პირველ საჯარო სკოლაში ეს კვლევები და გასტანს რამოდენიმე დღე კიდევ. მინდა აღვნიშნო, რომ პიზას კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საქართველოს მსოფლიოს რუკაზე გაგვყავს. აღნიშნული ინფორმაცია დაყვანილია მოსწავლებამდე, იმიტომ რომ ეს მარტო მოსწავლის და სკოლის პრესტიჟი არ არის, ეს არის ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი, რომ ჩვენ მსოფლიოს განათლების რუკაზე ჩვენი პინი დავდოთ, ასე ვთქვათ. შესაბამისად, ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ ყველას და ასევე ჩვენს ქვეყანასაც.